საშინელი შტორმი პაკისტანის ერთ-ერთ მთავარ ქალაქს დაატყდა თავს. 20 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი წყალდიდობა ჰავაიზე მოხდა. იშვიათმა ტროპიკულმა ციკლონმა ავსტრალიაში ქაოსი გამოიწვია, ხოლო კანარის კუნძულებზე, მარადიული გაზაფხულის კუნძულებზე თოვლი მოვიდა. დღევანდელ ეპიზოდში ნახავთ, თუ რა კლიმატური მოვლენები მოხდა გასულ კვირას მთელ მსოფლიოში და რა დგას მათ უკან. ესპანეთი 18 მარტს კანარის კუნძულებს უჩვეულოდ ძლიერმა შტორმმა ტერეზამ სრული ქაოსი შეუქმნა. ტურისტებისთვის საყვარელი რეგიონი თავისი მზიანი და რბილი კლიმატით ექსტრემალური ამინდის ქარცეცხლში აღმოჩნდა. შტორმმა ტრანსპორტირების პარალიზება მოახდინა, ათობით რეისი გაუქმდა ან გადამისამართდა, ხოლო პორტები დაიხურა. ტენერიფეში, იზანიას რეგიონში ხარის ნაკადებმა 122 კმ/სთ მიაღწია. ტეიდეს ეროვნული პარკი თოვლით იყო დაფარული და კურორტულ ზონებში ყინულებიც კი წარმოიქმნა, მიუხედავად იმისა, რომ მარტში რეგიონში საშუალო მინიმალური ტემპერატურა 15 გრადუსი ცელსიუსით დაფიქსირდა. თოვლის გამო გზები გადაიკეტა. კუნძულის ჩრდილოეთით მეწყერმა წყალმომარაგების არხი დააზიანა, რამაც წყლის დეფიციტი გამოიწვია. ლანსაროტეს კუნძულზე, არესიფეს მუნიციპალიტეტში 5 მეტრამდე სიმაღლის ტალღებმა გაანადგურა ნაპირები, ნავმისადგომები და სანაპირო ინფრასტრუქტურა. ფუერტევენტურას სანაპიროსთან 2 ადამიანი ნავით გადაარჩინეს მძვინვარე ზღვიდან. გრან კანარიაში რეკორდული ნალექი დაფიქსირდა, რამაც წყალდიდობები და მეწყერი გამოიწვია. ვეგა დე სან მატეოს მუნიციპალიტეტში 24 საათზე ნაკლებ დროში 100 მმ-ზე მეტი ნალექი მოვიდა. უზარმაზარმა ლოდმა მთავარი მთის გზა, GC60 გადაკეტა. კანარის კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა, მათი კუნძულები ღრმა, მშრალი ხეობებითაა გაყოფილი, რომლებიც ძლიერი წვიმის დროს რამდენიმე წუთში ქვებისა და ტალახის უზარმაზარ ნაკადად იქცევა და ადამიანებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მოგანის მუნიციპალიტეტში წვიმის წყალმა ხევი დატბორა, რის გამოც არ გვინეგინას ქალაქიდან დაახლოებით 200 მაცხოვრებელი იზოლირებულად დარჩა. ლა ალდეა დე სან ნიკოლასის მუნიციპალიტეტში წყალდიდობამ სატუმბის სადგური დააზიანა, რის გამოც მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩა. გალდარში კი ლოს პერესის კაშხალი ადიდდა, რაც მის მთელ ისტორიაში მხოლოდ მესამედ მოხდა. პაკისტანი 18 მარტის საღამოს პაკისტანის მილიონობით ქალაქ კარაჩის ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. მეტროპოლიის თითქმის ყველა რაიონი დაზარალდა, 97 კმ/სთ სიჩქარის ქარმა ხეები და ელექტროგადამცემი ანძები წააქცია, სახურავები და სარეკლამო დაფები მოგლიჯა. ქარიშხალმა 645 მიმწოდებელი ტრანსფორმატორი დააზიანა, კარელექტრიკის ელექტროქსელის 70% გათიშა და კარაჩის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ერთ რაიონში შენობის კედელი, რომელიც თვითმხილველების თქმით ბოლო დროს წვიმების შედეგად უკვე დასუსტებული იყო, მოულოდნელად ჩამოინდრა. ათობით ადამიანი ნანგრევებში იყო დამარხული. გვიან ღამეს 19 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ დაღუპულები და დაჭრილები ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა. სინდის პროვინციის სოფლებში და ბელუჯისტანის სასაზღვრო რაიონებში ძლიერმა წვიმებმა და სეტყვამ ნარგავები, მანგოს და ფინიკის ბაღები გაანადგურა. ბელუჯისტანის პროვინციის რამდენიმე რაიონში დაბლობი ტერიტორიები დაიტბორა, ხოლო მეწყერმა N40 და N70 მაგისტრალების მთიან მონაკვეთებზე მოძრაობა შეაფერხა. კარაჩისა და სინდის სხვა რაიონებში ქარიშხლის, ჯექა ქუხილის და სეტყვის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა. შეერთებული შტატები 16 მარტს ჰავაიზე 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა მოხდა. მიზეზი იყო ციკლონი კონალოუ ამინდის სისტემა, რომელიც არღვევს ქარის ნორმალურ დინამიკას და კუნძულებს ხანგრძლივი კოკისპირული წვიმებით აზიანებს. ყველაზე უარესი გავლენა ოაჰუსა და მაუის არქიპელაგის ორ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ კუნძულზე იგრძნობოდა. 2 დღეზე ნაკლებ დროში 500 მმ-მდე ნალექი მოვიდა ნიადაგზე, რომელიც უკვე დასველებული იყო წინა წვიმებით. მდინარეები კალაპოტებიდან გადმოვიდა და დიდი ტერიტორიები, მათ შორის საცხოვრებელი უბნები და კურორტები დაიტბორა. ჩრდილოეთ ოაჰუში 5500-ზე მეტ ადამიანს ევაკუაციის ბრძანება გაეცა. ჰავაის ეროვნული გვარდია გამოიძახეს სწრაფად ადიდებული წყლის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად. მაშველებმა გადაარჩინეს ხალხი სახურავებიდან და დატბორილი სახლებიდან, საგანგებო სიტუაციათა სამსახურებმა 200-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
20 მარტს ოაჰუს ჩრდილოეთ სანაპიროზე კაშხლის რღვევის გარდაუვალი საფრთხის გამო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შტორმის შედეგად ჰავაიზე ასობით სახლი დაზიანდა. დაზიანდა გზები, სკოლები, საავადმყოფოები და სხვა საზოგადოებრივი ობიექტები. წინასწარი ზარალი $1 მილიარდ აჭარბებს. მალავი 16 მარტიდან მოყოლებული მალავიში ძლიერი წვიმები მიმდინარეობს, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დამანგრეველი წყალდიდობები და მეწყერი გამოიწვია. სტიქიამ დააზიანა ინფრასტრუქტურა, ჩარეცხა გზები და შეაფერხა წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემები. ჰიდროელექტროსადგურებს მდინარეების მიერ გადატანილი ნარჩენების გასაწმენდად ზოგიერთი აღჭურვილობის გათიშვა მოუწიათ. შედეგად ზოგიერთი ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება მეოთხედით შემცირდა. მალავის ცენტრალური რეგიონის ლილონგვეს რაიონში დაახლოებით 36 ჰექტარი ფართობის მეწყერი მოხდა. ტერიტორია დაუსახლებელი და სოფლის მეურნეობისთვის გამოუსადეგარი გახდა. წყლის სწრაფად ადიდებამ ასევე გამოიწვია პირუტყვისა და ფრინველის სიკვდილი. ჩრდილოეთის რეგიონში ნგატა-ბეის რაიონში პორტი სერიოზულად დაზიანდა. სამხრეთ რეგიონის მანგოჩეში 2 ბავშვი დაიღუპა ადიდებული მდინარის გადაკვეთის მცდელობისას. სულ სტიქიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათობით ადამიანი დაშავდა. ბრაზილია მარტის შუა რიცხვებში ატლანტის ოკეანეზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიის სანაპიროსთან ციკლონი წარმოიქმნა და 5 დღის განმავლობაში პრაქტიკულად უძრავად დარჩა. მეტეოროლოგების თქმით ეს უჩვეულო ქცევა გამოწვეული იყო ბლოკირების ანტიციკლონით, რომელიც ციკლონს ღია ოკეანეში გადაადგილებაში ხელს უშლიდა. ჰაერის ცირკულაციის ამ დარღვევამ ბრაზილიის რამდენიმე შტატში დამანგრეველი შტორმების წარმოქმნა გამოიწვია. მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატში, ქალაქ მარაკახაში 18 მარტს ძლიერი წვიმა მოვიდა. 1 საათში 121 მილიმეტრი ნალექი მოვიდა. წყალმა დაატბორა საჯარო სკოლა, საბითუმო სუპერმარკეტი და საცხოვრებელი შენობები. ქუჩები მდინარეებად გადაიქცა და ბიარო 267 წრიულის შესასვლელთან საცობები წარმოიქმნა. პარას შტატში სანტარემის ქალაქმა 4 დღეში მარტის ნალექების ნახევარზე მეტი მიიღო. სტიქიის ზონაში 19 რაიონის 2000-ზე მეტი მაცხოვრებელი აღმოჩნდა, 430-ზე მეტმა ადამიანმა კი საცხოვრებელი დაკარგა. 21 მარტს არგენტინის სანაპიროსთან ექსტრატროპიკულმა ციკლონმა ბრაზილიის შტატ რიო-გრანდე-დუ-სულში სახიფათო ამინდის პირობები შექმნა. თითქმის 40 გრადუს ფარენჰეიტს მიღწეული ტემპერატურის ფონზე რეგიონი ქარიშხლის სიძლიერის ქარმა და წვიმამ დააზარალა. ლახიადოს მუნიციპალიტეტში ქარიშხლის ნაკადებმა საათში 107 კილომეტრს მიაღწია. ურუგვაიანას ქალაქში ქარიშხალმა სახურავები მოგლიჯა, ხები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ქალაქის ცენტრში შენობის სახურავიდან საცურაო აუზი ჩამოინდრა, ხოლო უნიაო და სვილასის უბანში ქარიშხლის შედეგად ჩამოგდებული ელექტროგადამცემი ხაზი მოტოციკლის მოძრაობისას მძღოლს გამოედო. ალეგრეეტეს მუნიციპალიტეტში დაზიანებული შენობიდან ლითონის ფირფიტები ქუჩებში იყო მიმოფანტული. რესტინგას სეკაშიც აქცეულმა ხეებმა R-49 გზატკეცილი გადაკეტა, ხოლო ტაკუარის მუნიციპალიტეტში 10,000-ზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. პასო ფუნდუს ქალაქში ხე ავტობუსსა და მანქანას დაეცა. 22 მარტს 100 მილიმეტრზე მეტი სიმძლავრის ძლიერმა წვიმებმა შტატის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობა გამოიწვია. ავსტრალია ტროპიკული ციკლონი ნარელის 16 მარტს კუინზლენდის სანაპიროსთან მარჯნის ზღვაში ჩამოყალიბდა. ის სწრაფად გაძლიერდა და მეოთხე კატეგორიის სიძლიერეს მიაღწია, თუმცა ხმელეთზე ჩასვლამდე ოდნავ შესუსტდა. 20 მარტს მან ჩრდილოეთ კუინზლენდის სანაპიროს დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით მდგრადი ქარით შეუტია, რაც საფირ-სიმფსონის შკალით მესამე კატეგორიის ტროპიკული ქარიშხლის ეკვივალენტურია. ავსტრალიის ტროპიკული ციკლონის ინტენსივობის შკალის მიხედვით, ეს იყო პირველი ასეთი ძლიერი შტორმების სისტემა, რომელმაც კეიპ-კიორკის ნახევარკუნძულზე გავლენა მოახდინა 1899 წლის შემდეგ. საბედნიეროდ, ნარელი ლოკჰარტ რივერსა და კოენს შორის გაიარა და ისინი უნებელი დატოვა. კოენის ჩრდილოეთით არჩერ რივერის რაიონში 24 საათზე ნაკლებ დროში 400 მილიმეტრი ნალექი მოვიდა. ახლად აშენებული არჩერ რივერის ხიდის ქვეშ წყლის დონე სულ რამდენიმე საათში 5-დან 13 მეტრამდე გაიზარდა. ელექტროგადამცემი ხაზების გათიშვის გამო ასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასევე გაითიშა მობილური ტელეფონის მომსახურება.
შტორმმა სანაპირო გზები კერნსამდე დაატბორა, ხეების, სანაპირო ზოლის მონაკვეთების საფეხმავლო ბილიკები და სკამები ოკეანეში გადარეცხა. ზოგიერთ პლაჟზე ქარმა და მოქცევამ ქვიშა დააყარა. ნანგრევების, ადიდებული მდინარეებისა და ნაკადულების გამო ბევრი გზა დაიკეტა. კუკტაუნის აეროპორტი რჩება ერთადერთ ხელმისაწვდომ სატრანსპორტო ცენტრად ადამიანებისა და ტვირთის იზოლირებულ თემებში გადასაყვანად. ტროპიკული ციკლონის შედეგები იგრძნობოდა ტურისტულ ქალაქ პორტ დუგლასში, რომელიც ცნობილი დიდი ბარიერული რიფისა და დეინტრის ტროპიკული ტყის კარიბჭეს წარმოადგენს. მისი სანაპირო ჩამორეცხილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის ნარელის ნაპირიდან დაახლოებით 400 კილომეტრში მდებარეობდა. შტორმმა ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაც დააზარალა. 22 მარტის ღამეს ციკლონმა ტოპ-ენდის აღმოსავლეთ ნაწილს დაარტყა, სადაც ხალხი ბოლოდროინდელი წყალდიდობის შემდეგ ჯერ კიდევ აღდგენას ცდილობდა. კეტრინში ბევრი შენობა უკვე გაწმენდილი იყო ტალახისა და ნამსხვრევებისგან, მაგრამ დასუფთავების სამუშაოები ნაწილობრივ შეჩერდა შემდგომი წყალდიდობის საფრთხის გამო. ქალაქის მერმა განაცხადა, რომ მოხალისეები უბრალოდ დაიღალნენ. ისინი 2 კვირა დაუღალავად ეხმარებოდნენ წინა წყალდიდობის ტალღის შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენაში და ახლა ისევ და ისევ უწევთ იმავე ტერიტორიების გაწმენდა. ციკლონი მალევე დასუსტდა ტროპიკულ დეპრესიამდე, მაგრამ დასავლეთისკენ გადაადგილებისას ძლიერი წვიმები და ქარი გაგრძელდა. 24 საათში ადელაიდას მდინარის ქალაქში 200 მმ-ზე მეტი ნალექი მოვიდა. სიფრთხილის ზომების მიზნით ნამბულერის შორეული დასახლების ასობით მაცხოვრებელი დარვინში გადაასახლეს. აღსანიშნავია, რომ ნარელის ტრაექტორიის გასწვრივ ოკეანის ტემპერატურა საშუალოზე 1-2 გრადუსით მაღალი იყო, რამაც ხელი შეუწყო ციკლონის იშვიათ სიძლიერეს რეგიონში. მარჯნის ზღვას, სადაც ის ჩამოყალიბდა, ერთ-ერთია იმ რამდენიმე ოკეანური რეგიონიდან, რომელიც ბოლო 10 წლეულების განმავლობაში თითქმის 9 გრადუსით გათბა. ბოლო წლებში ოკეანე მოსალოდნელზე სწრაფად თბება. ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ეს გათბობა ხდება არა მხოლოდ ზედაპირზე, არამედ ქვედა ფენებშიც. ოკეანის ფსკერი აქტიური გეოლოგიური გარემოა, რომლის მეშვეობითაც თერმული ენერგია მუდმივად გადაეცემა წყალს. წყალქვეშა ვულკანები, ნაპრალები, შუაოკეანური ქედები და ჰიდროთერმული ხვრელები პლანეტისთვის ნამდვილ ღრმა გათბობის წრეწს ქმნის. როდესაც დედამიწის გეოდინამიკური აქტივობა ძლიერდება, როგორც ეს დღეს ხდება, ქვემოდან სითბოს ნაკადი იზრდება და ოკეანე დამატებით ენერგიას იღებს. და მიუხედავად მრავალი კვლევისა, რომელიც ადასტურებს გეოთერმული ენერგიის მნიშვნელოვან წვლილს ოკეანის გათბობაში, ეს კომპონენტი ძირითადად იგნორირებულია კლიმატის მოდელების უმეტესობაში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ოკეანე პლანეტარული თერმორეგულატორია. ის ანაწილებს და შლის სითბოს, ასტაბილურებს კლიმატს. მაგრამ დღეს მისი გაგრილების უნარი შეფერხებულია მიკრო და ნანოპლასტიკებით. ეს ნაწილაკები ხელს უშლიან ბუნებრივი სითბოს გაფრქვევას, ოკეანეს ენერგეტიკულ ხაფანგად აქცევს. შედეგად, პლანეტაზე სტიქიური უბედურებების რაოდენობა და სიმძიმე უკვე სწრაფად იზრდება. და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ კატასტროფების ახალ დონეს, როდესაც მეგაშტორმები, მეგატორნადოები და მეგაქარიშხლები ნორმად იქცევა. და თუ ახლავე არ ვიმოქმედებთ, გეოდინამიკური აქტივობისა და ბუნებრივ პროცესებში ჩვენი ჩარევის შედეგები პლასტმასის დაბინძურების სახით გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე კაცობრიობას ოდესმე განუცდია.